ამიტომ ივანიშვილს ეშინია მათ შორის შიდა ინფორმაციების, რომელიც ჟონავს და რასაც ამბობდა ლევან ხაბეიშვილი, დღეს ამას გვიმტკიცებს ივანიშვილის პროკურატურა. კი, საერთაშორისო სანქციები მუშაობს. კი, ივანიშვილმა დაკარგა ფული და მისი ამოღება გადაწყვიტა თავად ქოცებისგან. აი ეს დავალება მისცა მან ვის? ყობახიძეს, დინარაძეს და ოხანაშვილს. თუმცა ოხანაშვილი პირველივე მცდელობაზე აფეთქდა და ვინ აფეთქა? ლევან ხაბეიშვილმა. რას ეხებოდა ეს? ეს ეხებოდა რიჟვაძის საქმეს. რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით უფრო მეტი გითხრა ლევან ხაბეიშვილმა, ვიდრე გამოძიებამ. აი რომელიმე კვალიფიციურ შეკითხვაზე პასუხი არსებობს? დღემდე არ ვიცით რიჟვაძე თავს იკლავდა თუ კლავდნენ. რა იყო ამის მიზეზი? და რა თქმა უნდა, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიზეზი იყო სწორედ შიდა გარჩევა და ის ფული, რომელსაც ასახელებდა ლევან ხაბეიშვილი. და მათ შორის 600 მილიონი. ჩვენ უყურებთ, რომ აი პირდაპირ საქართველოს მთავრობამ ჩვენ არალეგიტიმურს უწოდებთ, თუმცა ვიღაც სხვა მთავრობაა, ხო? ამბობს, რომ მე ვარ ქვეყანა, სადაც თეთრდება ფული. კი, საქართველო არის ქვეყანა, სადაც ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის ჰაბი არის. სადაც გათეთრებაა ფული, სადაც ელიტური კორუფცია. ვის უნდა ესეთი ქვეყანა? რა ინვესტიციებზე, რა წარმატებაზე, რა პერსპექტივაზე უნდა ვილაპარაკოთ? ან რა უნდა უთხრათ ახალგაზრდებს, რომლებიც ეხლა აპირებენ, დაიწყონ უნივერსიტეტში სიარული და მიიღონ უმაღლესი განათლება. რას ვთავაზობთ ამ ადამიანებს? ამ ქვეყანას ვთავაზობთ?